მოგესალმებით ძვირფასო საზოგადოებო. ძალიან სასიამოვნო მისია მაქვს, რომ ჩვენ გავმართოთ შეხვედრა ძალიან სერიოზულ და ძალიან საყვარელ სუბიექტთან. ჩვენთან არის დოდონა და ჩვენთან არის პადოვი გია. გუშინ საღამოს იყო ნამდვილი ტრიუმფი ქართული კულტურის. სამწუხაროდ არ იყო საშუალება, რომ თქვენც ყოფილიყავით, მაგრამ ბევრი თქვენთაგანი იყო. ეს იყო ძირითადად ბერძნული საზოგადოებისთვის, უცხოელებისთვის და ჩატარდა ამერიკულ უნივერსიტეტში ვებსტერში. და უნდა ითქვას, რომ მე ჩემი მხრიდან, რომ ეს იყო ნამდვილი ზეიმი ქართული კულტურის და იქ სერდა ქართული გული გუშინ. მე ვფიქრობ, რომ ყველასთვის ეს საამაყოა, იმიტომ რომ სტუმრად ყავს მთავარი მომხსენებელი, ვინც იყო გუშინ, ბატონი გია ბაღაშვილი, არის ნამდვილად ყველაზე დიდი მეტრი დღეს შეიძლება ვთქვათ ქართულ სიმღერაში და საზოგადო მუსიკაში, ჩვენს ფოლკლორში. ეს არის ცნობილი ეთნომუსიკოლოგი, არის პროფესორი ამავდროულად, გარდა იმისა, რომ შოუმენია, თავის გადაცემები აქვს, თქვენ იცით და იცნობ პოპულარული, მაგრამ ამის მიღმა არსებობს ძალიან სერიოზული სამეცნიერო აკადემიური კვლევები, სამეცნიერო მოღვაწეობა და პედაგოგიური მოღვაწეობა. მან ჩაატარა მსგავსი ლექციები ბევრ ცნობილ უნივერსიტეტში, როგორც არის ჰარვარდი, როგორც არის სტენფორდი, როგორც არის ბევრი სხვა მნიშვნელოვანი უნივერსიტეტი, ამერიკის უნივერსიტეტები თვითონ ამერიკაში, ესპანეთში იყო 2 წლის წინ და ჩვენ ბედნიერება გვქონდა, რომ იქიდან გამოევლო. მიხარია, რომ მაშინ ჩვენ შევძელით აი ამ დარბაზში ჩაგვეტარებინა ის ლექცია, რაც გუშინ მოისმინეს ქართულად, რას ნიშნავს ქართული სიმღერა საერთაშორისო მნიშვნელობით. ჩვენ კი ვართ მიჩვეული, რომ ყველა მღერის, ყველა ოჯახში მღერი ვართ და ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს მადლობა ღმერთს დიდი ანზორ ერქომაიშვილის შემდეგ ქართული ფოლკლორი, ქართული ხალხური სიმღერა, ქართული მრავალხმიანობა ჩვენს ოჯახებში და ტელევიზორში უკვე ჩემ დროს რო იყო ჩემს ბავშვობაში, როცა იწყებოდა ქართული პოლიფონია, გადავთავდით ხოლმე სხვა არხზე. და ერთეულებს ხონდათ ეს დიდი ბედნიერება. მე მიხარია, რომ ჩვენ შვილებს აქ და შვილიშვილებს აქ ეს ბედნიერება რომ ისწავლონ აქ, პირველი ნაბიჯები გადადგან თავიანთ ცხოვრებაში და განსაკუთრებით უცხოეთში და განსაკუთრებით საბერძნეთში ამას შეიძლება ითქვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენი ქართველობის ამ ბავშვებში შენარჩუნებისათვის. მოგეხსენებათ, რომ ძალიან მალე ბერძნებიან ჩვენი ბავშვები და ამას დაგვირგვება უნდა რატომ? იმიტომ რომ ეჩვევიან აქაურ სიტუაციას და არა აქვთ ის გარემო, სახშიც ვერ იციან მშობლები, რომ დავაკვიროთ ხოლმე ბავშვები, როგორ შეიძლება მათი სწორად აღზრდა. და ის ზუსტად ის საშუალება შევქმნით ჩვენ აქ, რომ ჩვენი გენეტიური კოდი იხსნებოდეს იმ ადგილას, რაც არის საჭირო, რომ ესენი იყვნენ გაძლიერებული. ჩვენ საუბრობთ პათოლოგიასთან, მეგობრობთ, უკვე ძალიან მიამაყება, რომ ბევრი თემა გვაქვს საერთო და მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოში ისეა განვითარებული ხალხური სიმღერა, პოლიფონური სიმღერა, ისეთ ხარისხს აწევს და სპეციალურად ჩავთვლი აქ ჩვენი ანსამბლის კავკასიის პრაქტიკულად ყველაზე დიდი წარმატება, რაც შეიძლება ითქვას, რომ ქართული კულტურის თვალსაზრისით საბერძნეთში, რომ ჩვენ მეგალო მუსიკის მთავარ დარბაზში, ბერძნულ პროექტში, როცა იყო 99% ბერძნების პროგრამა და სადაც მონაწილეობდნენ ყველაზე ცნობილი მომღერლები და მსახიობები, იქ ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ 3 სიმღერა შევესრულებინა. და მახსენდება ჩვენი დიდი წინაპარი ანზორ ერქომაიშვილი, რომ 2005-ში ჰქონდათ ცდა მეგაროში
მაგრამ ფოიეს გარდა იქით ვერ ვიმღერებთ, იმიტომ რომ არ იყო საშუალება არც კონცერტი იყო დაგეგმილი, მაგრამ ისიც რომ დიდი ინტერესით მოგვისმენთ, სპეციალისტები მოვიდნენ ყველას კონფერენციის ფარგლებში და ანსამბლი მეხური იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების და შევასრულეთ ზუსტად ის პირველიც დაიყო მაშინ, მაგრამ ეხლა დინდარბაში აქაურება კარგად იციან რას ნიშნავს ქრისტოს ვამბრაგის დარბაზი, ყველაზე პრესტიჟული დარბაზი საბერძნეთში და ალბათ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, რომ გაიჟღერა სამას სიმღერამ და აი ამ პატარა რომელიც არის უკვე თქვენი შრომის ნაყოფი, რომ არა ბატონი გიას მოღვაწეობა და მის ნაირების ეს დონე, რაც ეხლა ეს ბავშვი ასრულებს, ეს სტილი, აი ზომიერება, რაღაცა ხმის დამუშავება, განსაკუთრებით და ბუნებრივობა, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენ ქართულ სიმღერაში, ეს არ იქნებოდა. ეს არის ბატონი გიას დამსახურება ნამდვილად დიდი წვლილი მიუძღვის მას. ყოველგვარი კათინაურების გარეთ. გუშინდელი დღე მართლა მე ვავიამაყებ. კიდევ გითხარს ალბათ, იმიტომ ეს იყო ისტორიული დღე. თუ რამე გამიკეთებია ჩემ ცხოვრებაში, პირველი 10-იანი მაქვს 2005 წელს გაკეთებული, როდესაც აზორ ერქომაიშვილი და დაემთხვა ბედი, რომ ოლიმპიადებისთვის ემზადებოდა საბერძნეთი და ეძებდნენ კარგ საშემსრულებლო კოლექტივებს და დააწილათ ბედნიერება, რომ ასე ვთქვათ, შემეთავაზებინა ანსამბლი რუსთავი. მაშინ ძალიან მაღალ ფორმაში იყვნენ, მოიხსენებათ, თავსოფლიოში დადიოდნენ და ანსამბლ რუსთავმა იროდიონზე, პრეციზით იროდოშადიკოს დიდ თეატრში, სადაც თითქმის 5000 ადამიანი ღიაცის ქვეშ გაიჟღერა მაშინ სხვა გუნდებთან ერთად ქართულმა სიმღერამ. მაგრამ ეს მოგვეჩვენა ბატონ ანზორს და მე ცოტა. ამიტომ წინასწარ დავგეგმეთ აქაო ძალიან პრესტიჟულ სამეცნიერო კვლევით ცენტრში, მეცნიერებათა აკადემიის დარბაზი ვთქვათ, საკონფერენციო დარბაზი, სადაც ეტეოდა იქ დაახლოებით 350 კაცი. აი გუშინდელი საზოგადოება გამახსენდა. გუშინ იყო 2 საერთო წარმოდგენილი, იყო 4 მაშინ. თუმცა უფრო ეფექტური იყო, რომ მთელი რუსთავი იყო ფაქტიურად საილუსტრაციო მასალა. თუ რაიმე თეზას წარმოთქვამდა ბატონი აზორი და მე ვცდილობდი რაღაც აზრების გამეზიარებინა და მაშინ ალბათ გავიზარდე მეც მისგან ვისწავლე რას ნიშნავს გარედან დანახული ქართული სიმღერა და ვერდე მომწდეს და გუშინდელი დღე არის ჩემთვის პირადად ასეთი რამის გამეორება არ ვიცი, როდის შეიძლება მოვესწრო თუ არა მსგავს წარმატებას ყოველ შემთხვევაში რომ შეგვეძლოს ჩვენი კულტურა ასეთ დონეზე წარმოაჩინოთ. მე მინდა რომ მე თქვენს ძალიან შეფასებების და ჩვენმა საზოგადოებამ ასე მშობლებმა მინდა იცოდეთ რა ფასი აქვს ყველაფერ ამას და რა მნიშვნელობა აქვს. და ჩვენ შეიძლება ჩემპიონებიც გავხდეთ, მაგრამ ასეთი ჩემპიონობა რაც გუშინ მოვიპოვეთ, ეს არის უნიკუმი. ნამდვილად, იმიტომ ჩვენი თავი აზრია ბერძნებზე მოვახდინოთ საბეჭდილება და ახლა სხვაგან სადაც ვიმღერებთ თუ გამოვიჩენთ თავს თუ ჩვენ მშობლებს ემოციებში და ვიდეოს დავდებთ, ეს ერთია. მეორე არის ის დიდი წარმატება, რომელიც ხოდა ქართულ სიმღერას და მიხარია რომ გუშინ პირველად დავიჯერე საბოლოოდ, თუმცა აქაც თქვენ მტკიცდებოდა თქვენთან შრომაში როგორ წარმოდგა ანსამბლი კავკასია, რომელსაც ზეგ რომლის არის 6 თებერვალს უსრულდება 20 წლისთავი. 20 წლისთავი უსრულდება მთელ მუსიკალურ სტუდიაზე, ისე რომ ეს ტაში პატარებსაც ეკუთვნით, თაობიდან თაობებზე გადადიოდა, იწყებდა ქალბატონი ნინო მესხიშვილი და მინდა ყველა მიცოდეს, რომ ჩვენ ყოველთვის ვირჩევთ პროფესიონალ მუსიკოსებს, ყველაფერი მიდის პროფესიონალურ დონეზე. ალბათ ნინო მესხიშვილის ჰქონდა მაშინ დამთავრებული კონსერვატორიის იყო დამთავრებული, ძალიან კარგი განათლება ჰქონდა, იყო ბევრ შემოქმედთან მუშაობდა ჩვენს ბატონ აზორთანაც ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ ბევრმა თვითონაც აქ პროცესში ისწავლა. პირველი გუნდი ათენში 2005 წელი, 6 წელი, პირველი საეკლესიო წირვა, რომელიც ჩვენი გუნდის დახმარებით განხორციელდა და ბევრი წელი ჩვენი გუნდი ემსახურებოდა ეკლესიას. დღესაც რომ ასწავლის თქვათი რეგენტი, ისიც აქ გაცვლილია აი მოთახში. ყოველ დღე ჩვენ ვღებულობდით 40 დაახლოებით 40-45 ქალბატონი მოდიოდა და სწავლობდნენ გალობებს.
გალობა უნდა და ძალიან. ამას მე ვფიქრობ, რომ მალტონი მამუკაც გაითვალისწინებს, მაგრამ იყო წინააღმდეგობაც, იმიტომ რომ როდესაც მე შევთავაზებდი რომელიმე ფესტივალზე გამოსვლას ფოლკლორის შესრულებინად, ამდენივე ჩვენ გალობლები ვარ და რატო უნდა ვიმღეროთ ფოლკლორი? აი ესეთი დაყენება იყო. მე ვიღაცამ თქვა, ეს გუნდი ხო ეკლესიაშია და მიხაბელიძის ხო არ არის. ვინმესთან დამიჩენებია, რომ ჩემია, არასოდეს არც ბავშვებზე, არც დიდებზე, არც სამეთქოს არაფერი. მაგრამ მაინც ქართული ინტრიგა, როცა წარმატებას მიაღწევ, მე იწყება ის. კი ბატონო, თუ თქვენია, მოუარეთ ის. წარმოგიდგენთ დარბაზი გქონდეს 45 ბატონი მოდიოდეს თითქმის ყოველდღე. არავინ არაფერს არ თხოვდეს, უფასო იყოს აბსოლუტურად. ხო? ნუ მადლობის მაგივრად მივიღე ეს. წავიდნენ ერთ კვირაში ისე დაბრუნდა, რა თქმა უნდა. ეს ინტრიგა ისე სალაღობოდ მოგიყევით, მაგრამ მინდოდა მაინც გცნობდოდათ, როგორ გავიარეთ ყველაფერი ეს. ასე რომ 20 წელი და ბოლო პერიოდში მამუკა გამოჩნდა 17-ში, 14-ში. მაგრამ უფრო აქტიურად მე შეაება, როდესაც ალბათ ნინო წავიდა, მამუკა ჯერ იყო ჩვენი სოლისტი და ძალიან მეამაყება, რომ მამუკა ინაძე არის ნამდვილი პროფესიონალი მუსიკოსია. ასევე გაზრდილი მართვეში. ეს რაშნიშნავს ყველა იცის და აქ მე ვიდეო წარმოგიდგენთ ჩემი ნატალია ანთია. ნატალია იყო ჩემი გუნდის წევრი თავიდან, მაგრამ აღმოჩნდა რომ ამ გასაკვირველი იცის პირველში შემთხვევაში მასწავლებელმა ცხოვრობენ, იმიტომ რომ ალბათ ნინო პროცესში თვითონაც სწავლობდა, როცა სწავლობდა საერთოდ გასაკვირველ საეკლესიო. მაგრამ ძალიან დიდი რეპერტუარი ამ 20 წელში შევიმუშავეთ. თავდაპირველად ისეთი ახალგაზრდები მოდიოდნენ, ძალიან მოწყურებულები იყო ესე 13-დან 15-18 წლამდე ესე და იქნებოდა დუეტები, ტრიოები, კვარტეტები, კვინტეტები, სექსტეტებზეც გადავედით და ეს ბავშვები ამ სულისკვეთებით იზრდებოდნენ ამ დარბაზში. და ისეთ სახელები გვაქვს ამ ბავშვებს შორის, რომელთაც აი თქვა ვიდეოს აქვს 9,5 ნახვა თქვათ და ასე შემდეგ. ესე იგი ის იყო ფოლკლორის და ესე ქალაქური სიმღერების. ნუ სახელები არის, მე დღეს კიდეც ვესაუბრე, სამწუხაროდ ვერ მოვიდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გიორგი როხვაძე მაგალითად. ხო? მე მინდა რომ გადასცემას ვახსენე, ბერას პერიოდში სადა ჩვენთან პედაგოგობაც ძალიან მინდა, მაგრამ არ სცადიათ. მე მუსიკოსად ვამზადებდი მას, მაგრამ მშობლებმა არ შემიძლია ხელი და თბილისში ასწავლის, მაგრამ ეს ეკონომიკურზე. ბავშვი აკაზდილი იყო და ახალ სკოლა ჰქონდა და არ ჰქონდა საკმარისი აკადემიური ქართული ცოდნა. ამიტომ ვერ ისწავლა. მე დაოჯახდა, ჩამოვიდა და სამწუხაროდ არ მუშაობს პროფესიით. და შეიძლება პროფესიით მუშაობას ჩვენ ვეამაყება, რომ ჩვენ პატარა ამ სტუდიას 4 პროფესიონალი ყავს გაზრდილი. 4 პროფესიონალს მე გულისხმობ თავისი პროფესიით რო არსებობენ. პირველ დონეზე დავაყენებდი პატარა ნაცია ყაზაიშვილს, რომელმაც წელს დაამთავრა მოცარტეუმი ზალცბურგში. უნიკალური ხმით, რომელსაც აქვს ისეთი ხმა, რომელსაც ჩვენ საეკლესიო გუნდებში არის, ვიდეოებზე შეიძლება ნახოთ, მაგრამ იქ ცოტა ყვინის კიდევაც თქვენი ფაწირასავი ხდები, მაგრამ მთელი სულიდებით ვზდიდით ამ ბავშვს. ყველგან სადაა იქ გამოიყვანეს კარაოკეებით იმითარ, მაგრამ ნამდვილ სიმღერას ნამდვილად აქეზე არ. მე მშობლებს ვუთხარი ამ ბავშვებს ვეღარ მოვულითა. არც დრო გვაქვს ამის დენი და არც ფული, იმიტომ რომ კერძოდ უნდა ემზადებოდეს, თვითონ გაგვეთი იწყება 25-ოდან ზევით. თუ სერიოზულ მუსიკოსად გაამზადებოდ. მოგეხსენებათ, რომ ეს მარტო საქართველოშია, დღეს რუსეთშიც კი არ არის, რომ ყველა მუსიკალური სასწავლებელი უფასოა საქართველოში. ესეთ საშუალებით მე გაოცებული ვიყავ და ვუყვები სხვებს, უცხოელებს, არ შეჯერათ. საქართველოში ყველა მუსიკალური სასწავლებელი უფასო ბავშვებისთვის. ეს არის დიდი მიღწევა და ესთვის დამსახურება ზუსტად თქვენი თაობის, მამის თაობის და იმ მოღვაწეების. მეორე ძალიან მეამაყება არის გიორგი ჯოლბორდი და არის გალობის უნივერსიტეტში უკვე ლაბორატორიას ხელმძღვანელი ანსამბლი მჭელი ქვია მის ასებს. ეს ეძებენ სოფლებში იშვიათ ვერსიებს სიმღერების და გადააქვთ იმაზე. მესამე არის დათო ვარჯაძე, რომელიც ჩამოვიდა აქ 17 წლის ულამაზეს ცისფერ თვალებად ბიჭი და
სალამურს უკრავს დოესიდან არის ეს კასპიის რაიონი იმ სოფლიდან სადაც არის ჩვენი კელაპტრიშვილები და ერთ-ერთი კელაპტრიშვილად სწავლება. იმ მომაცხონებული მასწავლებლის ყველაფერი ვირტუოზობა, ცხვირით, პირით, ყურით, გაგვრად ნოტები არის არასწავლის. და მოშლი ისეთ სიტუაციაში თან ფიქრობ ამ ბავშვს უყურებ და ფიქრობ როგორ უნდა იცხოვროს ამ ბავშვმა მუსიკით და იცხოვროს, იმიტომ რომ ასეთი მესალამურე 1000 მაინც ყავს საქართველოში და ხომ და აქაც ჩამოვიდა აქ სალამურის მარტო ჩვენ თუ გამოგვადგენ. ან დაუთხარი მეთქე კლარნეტი, ფლეიტაზე გაჩერდა. და ჩამოუტანე ფლეიტა ჩემს კაბინეტში, ხონდა ჩემი შვილი, რომელიც მეატოვა. საკმაოდ ძვირი ფლეიტა იყო, უნდა მოგახსენოთ, ვერცხლის, მასიური ვერცხლის. ხონდა ამას შეაერთა თუ ბოლომდე სწორადაც არ შეუერთებია, მაგრამ შეაერთა და პირველი ნოტები ეგრევე დაუკრა. კაც პირველად ეჭირა ხელში. ჩემთვის იყო ეს ბედნიერება რომ დავინახებ თან აუნად და სახერო და აი რა დაგიმალოთ ეს იმ დღიდან ჩვენ მას მასწავლებით მოუძებნეთ მასწავლებელი მაგრამ სამ მასწავლებელს რომ მოუძა ამასობაში აღმოჩენ ნოტები არის ამიტომ ბატონო ნინო მესეშუდა მე მესეშუდა დავსვიდა გაიარა ერთ თვეში გაიარა მე მგონი 3 წლის ორფეჯიო და ყველაფერი და ძალიან სწრაფად სწავლობდა გერმანელი მასწავლებელი აღმოჩენ რომლის გაკვეთილი ღირდა 60 евро ერთი გაკვეთი არ დაგიმალავდა მე ძალიან მოვიდომე რომ ეს დამეფარა და დავხმარებოდი ამის 3-4 გაკვეთის შემდეგ მასწავლებელმა უარი განაცხადა ესეთი ნიჭიერია მე ამას უფასო მასწავლებელი და ნუ ასე გავზარდეთ ფლეიტისტი და რაც შეიძლება მის განათლებას ეს ყველაზე მეტად პასუხებს ხოლმე ჩვენ ბავშვებს უყურებ და კარგიას მუსიკას იმღერა მაგრამ სკოლაში სწავლა და ძირითადი მიმართულება მაინც ის არის ამიტომ მას გაუწია რეკომენდაცია სხვაშიც იმ ჯონ ბორცას გაუწია რეკომენდაცია ანზორ ერქომაშვილთან და იქიდან ისწავლა მან კონსერვატორიაში უკვე ფოლკლორზე პირველი ის იყო პერიოდი ფოლკლორის თეორიული თუ იმის უნივერსიტეტში კულტურის უნივერსიტეტში კარგად მაგრამ ეს პირდაპირ მანდა დოიჯაშვილი იყო რექტორი ნანა ლორია იყო ისე იგი პრორექტორი და გაუგზავნა ეს ბიჭი თბილისში ჩაკიდეს ხელი მოატარეს თელი კონსერვატორია და აივანის ორგანზე ყველაფერი და მოკლედ დაუსახეს გეგმა კონსერვატორიაში ჩააბარა და დაამთავრა დღეს არის საქართველოში საქართველოს ფლეიტისტები გვაყრია ჩასაბერი ინსტრუმენტები მოიხსენებენ და ერთ-ერთი კარგი ფლეიტისტი ერთ მეოთხე კიდე პარიზში ცხოვრობს ორკესტრში უკრავს ეს არის კლარნეტისტი ესე რომ 4 პროფესორი დადაშეს ახლა ჩვენ ყავს ისეთი ტალანტი როგორც არის ლიკა მაჩიტიძე პრინციპი მაშორომა ორმოგროვად ნახავ ხოლმე მაგრამ ლიკას მონაცემები ძალიან დიდია სამწუხაროდ არ წამოვიდა იქით მოვიდომე მე თვითონ შევიყვანე იმაში მას ვასწავლები კერძოდ ყველაფერი აკვეთილებსაც უხდები ყველაფერს მაგრამ შეიძლება და ყოფილიყო მეორე ანიტა რაჭოლიშვილი ისეთი მონაცემებია ნამდვილად მაგრამ თუ მშობელმა შეუწყო ხელი თუ არ მოიდომა და თვითონაც არ უყვარს ოპერა ძალიან ძნელი ეხლა მოდივარ დღევანდელ სიტუაციაში ჩვენი ანსამბლი ბიჭების არის ამჯერად წარმოგიდგენთ თუმცა შერეულია დიდების ანსამბლი ხშირად მონაწილეობს ფესტივალებში შარშან ჰქონდა 2 ასეთი პროექტი სულთა ბერძნული ერთი იყო მისტიური ელექსინის მისტერიების გამოძახილი და იქ ჩაფრთეს კახური ნამიც და ჩუმაგნარში ორივე კახურია ფაქტიურად და ძალიან დიდი სტაბილიზება მოახდინა ბერძნებზე რომ მე იმან განსაზღვრა უკვე არ გამოსვლა იმ პირველმა გამოსვლა ხო ძალიან მეამაყება რომ ჩვენ თითო ბიჭი აქ ერთადერთი ალბათ გაბოძე გიორგი გაბოძე იცოდა სიმღერა შემოგვიერთდა ყველა დანარჩენმა აქ ისწავლა ეს არის ჩემთვის ძალიან საამაყო როგორც პედაგოგისთვისაც რომ აქ პროცესი არის თავარი და რაც თავარი ეს გიგა რომელიც გაიწია ისეთი პარტნიორობას საკმაოდ მაღალ დონეზე გიგამაც აი მთელი რეპერტუარი განსაკუთრებით აქ რო იყო კოვიდი ერთადერთი პრივილეგია ჰქონდა სიმღერის ვოკალურ ანსამბლს და უშვებდი მათ და აქ დააგროვეს 70-მდე სიმღერა
შეისწავლეს. Წავიდეთ და 5 სიმღერას 8-ჯერ მოვაწყეთ, რაც იყო მზად, 8-ჯერ ონლაინ კონცერტები, რომ გაგვეყენებინა ჩვენი ემიგრაცია, რომ ძალიან ფსიქიკურად რთულად იმოქმედა COVID-მა, ბევრ ქალბატონზე განსაკუთრებით და ძალიან ჭირდებოდა სულიერ საზრდოდ. ასე რომ ესეც ჩვენი პატარა წარმატებებია და ძალიან მინდა მომეყოლა, თუმცა პირად საუბრებში ბევრი რამე თქვენს იცით და ყველაზე დასაფასებელი რა არის ეს ნორთქვა პოსტულატად. ვინ ჩვენ ვიცნობთ და ვინც იცის ჩვენი პროექტები, მე მგონი გასაგებია რომ ჩვენ არ გვაინტერესებს მხოლოდ კონცერტი. ჩვენ გვაინტერესებს კონცერტამდე გზა. და არც ერთი კონცერტი არ ჩაგვიტარებია წარსულში, არც ერთი გამონაკლისი კი არ არსებობს, რომ არ მოგვეწვია სტუმრები უფრო ადრე და მათ არ ემუშავათ ჩვენს ბავშვებთან, შესაბამისად ან უფროსებთან, რომ კვალი დარჩენილიყო ემიგრაციას. მე აღარ ვიქნები, მაგრამ ეს მაგალითები მინდა რომ დარჩეს. ამათ მინდა გქონდეთ ძალა ისეთი, რომ ის ქართველობა, აი გუში რაც ჩვენს ამაყად ყვებოდით რა არის ქართული სიმღერა და მართლა რომ დაფიქრდეთ, ქართულ სიმღერაზე ძველი სიმღერა დედამიწას არც ერთ ქვეყანას არ აქვს, რომელიც დღესაც იმღერება, თორე შეიძლება ბერძნებს აქვს ჰომეროსს უფრო ადრინდელი, ჩვენ ვთქვათ ლიტერატურა არ აქვს, მაგრამ სიმღერა უფრო ადრინდელია, აშკარა, სვანური, ორი სვანური სიმღერა ნამდვილად იცით, ლილეო და რიხო, რომ არის ყველაზე ძველი ალბათ დედამიწის ზურგზე, ადამიანის შექმნილი კომპოზიტორი, ანონიმი კომპოზიტორების მიერ შექმნილი. მე დოდონაზე აღარ მოყვები, ის ჩვენი შვილობილია, მე ვფიქრობ, თელი თავისი არსით და ყოველთვის გვაინტერესებს აქ ვიცი თქვენი განცდების დოდონას მე რო უყურებ, როგორ იზრდება დოდონა, როგორ ოსტატდება კიდე და იხვეწება და ალბათ არის ზღვარზე, მე ბალმაგიამში ახასოს ის. და სანამ უკვე ტოლიბაშს არის ჩერდი და ბავშვებს მოვისმენ. მე ვიდა ხო, მაგრამ გესეხა მე არ გამიგზავნა საუბარი და ხო პატარა პრობლემის ამბობს და ამოხატოს ვინი. დიდი სიამოვნებით. მოგესალმებით, დიდი სიხარული, დიდი პატივისცემი და განსაკუთრებული შინაურული შეგნებით, იმიტომ რომ არ დაგემოვნებთ პირველი როდესაც საბერძნეთზე და ათენზე მიდგება ხოლმე საუბარი, აი აქაურობა მახსენდება, იმიტომ რომ აი როგორც შინ კიდევ რომ მოხვიდე სახში, აი ჩემთვის ეს ასეთი შინაური განცდა სახლის, აი გარემო არის დაკავშირებული, ეს რა თქმა უნდა უკავშირდება პირველ რიგში სრულიად უნიკალურ პიროვნებას, მე ვიცი ამდენად არ მოყვარს მას ქართინაურები, მაგრამ ჩვენს უსავალეს ქართველ ბრენებს აქვს წინვალედ ნათქვამი. საქებარს თუ მაქებარი არ ახავს, უქებარი დარჩება, ამიტომ რომ ეს არა ყველა მივიწია დაწესებულება. ახალი არის რომ ბატონებთან ავტორის იმ მასშტაბის პიროვნება, ღმერთს მასი წელი გვეუბნობს, აი რომ გავა, რომ მე რომ მოხდა რომ ამ დროს ვიდიყო ის პიროვნება, რომელიც მოღვაწეობა ნამდვილი ესე სიტყვას უდაგავს, მაგრამ ნამდვილი მოღვაწეობა რა მასშტაბისა იყო და რამდენ ხარეს მოიცავს. ის არის ნამდვილი ძველი, რომელიც აი ატლანტივით შეუდგა იმ მნიშვნელოვან თაღს, რომელსაც ქვია ქართული კულტურის მეციხაურობა, მისი პატრონობა და ყველაზე მთავარი გადაცემა მომავალი თაობისთვის დასვა. მე ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ პირველ რიგში გამართლდა ის ბოლოდინები და იმედი, რომელიც ბატონ ავთოს ჰქონდა, რომ დიდი შრომა ჰქონდა ჩადებული გუშინდელი ღონისძიების ორგანიზებაში და რომ ნახავთ საზოგადოებას რა ხელა ძალისხმევა ჭირდებოდა და როგორი პირადი ავტორიტეტი, რომ ეს ამდენი ინტელექტუალი, ამდენი ცნობილი პიროვნება, ამდენი ისე დაფასებული ადამიანი, რომ ერთად თავი მოუყალო, მაგრამ მით უმეტეს ეროვნული კულტურის მიმართულებით შედგეს ღონისძიება და ისინი იყვნენ თან წინასწარ ისე იყვნენ განწყობილები უკვე, რომ ჩანდა, რომ ეს არ იყო ზედაპირული მათი მონაწილეობა, ეს არ იყო უბრალოდ იმისთვის, რომ აი მე არ დავფიქსირდე, ისინი გაცნობიერებულად მოდიდნენ და ეს ყველაფერი არის ალბათ დამსახურება. მე პირველ რიგში ვისაუბრებ შემთხვევით და მინდა აი არაჩვეულებრივ ბავშვებს, რომელთა ჟღერამული ისმის და ამოშალოს ჟღერამული ღმერთი. მათ მიუღო 20 წელი ეს ძალიან დიდი დროა. 20 წელი სამშობლოშია თორე და მით უმეტეს აქ 20 წლის მანძილზე თანამიმდევრულად ყოველდღიურად
მაშინ როდესაც რასაც არ ამბობს ბატონი ათო და აი ამ შესანიშნავი ცენტრის ყველა გვერდში მდგომი თანამშრომელი თუ ის ხალხი რომლებიც აქ ძალისხმევას არიჟურებენ ქართული საქმის მსახურებისთვის რამხელა მართლაც არის დაკავშირებული. რამდენი რაღაცის მოკლებასთან და გაღებასთან უნდა ჩადო და ფაქტობრივად მინუსებიდან გიწევს როცა უცხოეთშია ეროვნული საქმის კეთებაზე საუბარისო და ამიტომ არის ეს ყველაფერი მოღვაწეობა და თანაც მინდა ვიულოცო თითოეულ მშობელს რომელიც აგზავნები წარმოქმნილი. მე თვითონ 4 შვილის მამა ვარ და კარგი ხანია უკვე მშობლის თვალით მომზირალი ვარ თავად. არაფერი ალბათ ამაზე მნიშვნელოვანი რაც მშობელმა შეიძლება შვილს გაუკეთოს. როგორც მითიური ანთეოსი მიწაზე მდგომი იკვებებოდა ქალყმერ ღიას ენერგიით და ვერავინ ვერაფერს თვით ნახევარ ღმერთი ჰერაკლეს ვერაფერს აკლებდა სანამ არ მოწყვიტა იგი მიწას, მაგრამ კატის პროტივით მოახერხა ჰაერში. აი ზუსტად ასახავს ეს მითი მნიშვნელობას თუ როგორ იკვებება ადამიანი, როცა ის ფესვებზე დგას. ახლა მეორესაც ვიტყვი. ესეც საერთო საფიქრალი გვაქვს დღევანდელ მშობლებს. ჩვენ მხოლოდ ეროვნული კულტურების ასე ვთქვათ ზაგასაღართან არ ყოფებით. ამაზე გქონდა ჩემჩინარ სტამბოლზე საუბარი ამ ასე ვთქვათ გლობალიზაციის პერიოდში რა მნიშვნელობა აქვს ეროვნულ კულტურაზე დგომას და ამაზე აღარ გავაგრძელებ. მაგრამ აქ არის მეორე ამბავი. ეს არის ეგრეთ წოდებული ხელოვნური ინტელექტი და თანამედროვე ცივილიზაციის მიერ მოტანილი ბევრი სიკეთე, რომელიც იმავდროულად არაერთ რისკს შეიცავს. ახლა რა თქმა უნდა, ოპტიმისტიო ყველა რისკში შესაძლებლობას ხედავს, ხოლო პესიმისტი ყველა შესაძლებლობაში რისკებს ხედავს. ორივე თვალით უნდა შეხედოს ადამიანმა. იმ უბრწყინვალე საოცარ შესაძლებლობებთან ერთად, რომელსაც აი თანამედროვე მიღწევა მოიცავს, ამ დროს არის ახალი გამოწვევები, რომ რა პროფესია ერჩევს ადამიანმა. ყველაფერს უნდა ვიავრებოს. თუ წინასწარ მეუბნებიან, რომ სულ მალე რამდენიმე წელიწადში ადრე რომ ყველაზე პრესტიჟულ პროფესიულად ითვლებოდა ეკონომისტის, იურისტის, ბუღალტერი, ასე შემდეგ, გაქარება უბრალოდ აღარ იასებებს. და ასე დროს უნივერსალური რჩევა არავის აქვს, მაგრამ რაც კი მომისმენია მე ესეთი აკადემიური წრეებიდან ყურადსაღები რეკომენდაციები არის რომ განუვითაროთ შვილებს ინდივიდუალიზმი, შემოქმედებითი აზროვნების უნარი, რაც დაეხმარება მათ ახალ რეალობაში ადაპტაციასთან და რაც თავარია ფსიქოლოგიური და ემოციური მდგრადობა. არაფერი ამ ფსიქოლოგიურ და ემოციური მდგრადობას იმაზე მეტად არ იწვევს, როგორც შინაგანი პიროვნული ღერძის გამაგრება. და ეს ღერძი, როდესაც აი ცნობილი ქართული ფილმის არ იყოს ფესვები რომ ქვია და ასე გულწრფასობა, ყველას რომ ხის სიმაღლე მიწიდან არ იწყება, ფესვებიდან იწყება, აი თქვენ ამ ფესვებს რომ აზიარებთ და ფესვებს რომ უმაგრებთ, აფეროთ თქვენ გადაწყვეტილებას, რომ ეს ერთად გახართ და თქვენ შვილებს ასე მნიშვნელოვან მომავალს უქმნით ყველაფერად. და შეეხება ანსამბლს კავკასია მე მინდა სული და გულით მიუღოთ ჩემს მეგობრებს, კოლეგებს, შესანიშნავ მუსიკოსებს და მადლობა უთხრა გუშინ ახლა არ მქონდა ჩვენი იური ამოცანა, იმიტომ რომ ვებსტერის უნივერსიტეტი ერთ-ერთი ცნობილი უნივერსიტეტი გახლავთ და გარდა ამისა აი ამ ძალიან მოთხოვნი და მრავლის მნახველი აუდიტორიის წინაშე ჩვენ უნდა წარმოგვედგინა ქართული მუსიკალური კულტურის ნამდვილი შედევრები, მათ შორის დავასრულოთ ჩაკრულოთი. და გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი არის რა თქმა უნდა ბიჭების ნიჭიერების, მაგრამ პირველ რიგში მამუკას განსაკუთრებულ მამუკანაზეს განსაკუთრებული მუშაობის სიცოცხლის და პროფესიონალიზმის შედეგი. ერთადერთი როგორი ნიჭიერებით გამორჩეულია თითოეული სოლისტი. განსაკუთრებით გიგას მოვეფერები ჩაკრულოს მიმართებაში, იმიტომ რომ ისე მოხდა, რომ მანამდე ჩაკრულო არ ემღერათ მას და დაახლოებით ის ამბავი მოფლეიტასთან დაკავშირებით აი ბიჭმა, რომელსაც მანამდე სალამურთან უნდა შედება და აიღო თუ არა ხელში და უკვე რო ახლო იყო, ხო? ამ ყველაფერთან კონსტანტინე გამსახურდიას როგორი გამორჩევა მიყვარს, როდის იყო ორაგულს სურვას ასწავლიდნენ, აი ესე იყო გიგას დაახლოებით. ერთ დღეში მოვამზადეთ. და მაგრამ ეს ისე თითქოს იყო პიკასო რომ ამბობდა, ხო იცით, რომ 20 წუთში ნახატი და 5 მინუტს რაში იყო 20 წუთიდან მთელი ცხოვრება და აი მთელი ცხოვრება უკვე მამუკას შევარია მასთან რაცა, მაგრამ რაც თავარია, გუშინ თავი არ შევიცხვინეთ და გამოვიდა ის რომ საბოლოოდ სადაც გაჟღერდება ქართული სიმღერა, იქ თავის ხმამაღალს ეთქვას ყოველთვის აღოს. კიდევ ერთხელ მინდა თქვენ მოგილოცოთ
გუშინდელი წარმატება დავესესხებ ბატონო, მართლა არ იყო ეს რიგითი მოვლენა. მე ბევრიდან მინახავს, არაერთ ცნობილ უნივერსიტეტში მომწევია გამოსვლა მართლა სწორგან იმარჯვებს. ჩემი ამოცანა ქართული კულტურა, ჩემი ამოცანა სულ მარტივია, როგორც ამ საქმის პროფესიონალმა. თანამედროვე სამეცნიერო, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტარიუმის მოშველებით, თანამედროვე მეთოდიკაზე დაყრდნობით მივაწოდო ის დიდებულება, ის ზოგად საკაცობრიო მნიშვნელობის უდიდესი მოვლენა, რასაც ქართული მუსიკალური ფოლკლორი, ქართული მრავალხმიანობა ქვია იუნესკოს მიერ კაცობრიობის არამატერიალური კულტურის შედევრად მიჩნეული, რომელიც ჩვენმა საერთო წინაპარმა შექმნა საუკუნეების მანძილზე და თქვენ ვერ წარმოიდგენთ თუ არა და ვით ძანდებით და მეცნიერებით რა ხელა ზემოქმედება ხონდა იმ ყველაფრის გაზრებას, რომ ეს სამუზეუმო ექსპონატი არ არის, თორე მუზეუმები ფიქრობთ ისეთი აქვს და იმისთანა რამარი დაუნჯერული, რომ ვერ მომხსენს. ეს რომ ეს არის ცოცხალი კულტურა და ის რომ არის ჩვენი დღევანდელობის ნაწილი, ეს არის განსაკუთრებული ფასეული და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. რა შეიძლება ერთი ნამედალი სერიოზული რა გამოვიდეს ერთი სახალხო რომელიც გამახსენდა როგორც ქალბატონი მარანა დოიძეშვილი ახსენა ჩვენი სახელოვანი პიანისტი და ძალიან წარმატებული რექტორი თბილისის ლადო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისა ჩემი ალმა მატერის ბატონო ვალერია საფიანმა ცნობილმა მეცნიერმა და კულტურის მინისტრმა ზაფხულში ორგზის მომიგვა ეს ისტორია. ესეთი კოლოიდური პიროვნება იყო ბათუმელი, მთელი ბათუმი ძალიან კარგად იცნობს არა მხოლოდ მას, შემორჩენილია მისი სახელი, ბატონი კოსტა წულაძე. ბატონი კოსტა ესეთი იუმორით გამორჩეული კაცი იყო, ფართო სამეგობრო წვეყავდა და ესე იგი მასაც თხოვეს, რომ მისი ახლობელი ერთ-ერთი ნიჭიერი ადამიანი, რომელიც გასწავლულობა საერთოდ არ ჰქონდა, არანაირი განათლება, მაგრამ ძალიან კარგი ხმა ჰქონდა. გურული ბიჭი ხმაწვილი აბიტურიენტის ასაკისა, რომ ეგება და ამ ხმას რაღაცა განვითარება კონდეს და კოსტა ჩაერთო საქმეში, როგორც ოჯახის ახლობელი და როგორც ფართო სანაცვლო წრის მქონე ადამიანი და ურეკავს ბატონ ვალერის, რომელიც ახლობელობარი იყო, რასაც ვალერი შეგენაცვალება. ისეთი ხმა აქვს, რომ ამისო მესო მოისმინეო. შეიძლება ხვალდაზე ახალი ზურა ანჯაფარიძეა ზურა სოფილავა ყავდესო და ეგება გასაგანი აი კონსერვატორიაშიო რომ აი და გადარგა სამბიჭო პირველი ნაბიჯები და მე დატონებული ვარ ეს გზას გაიგაფოსო და კონსერვატორიაში შევხრი არანახო დოიძეშვილი კიო ქალბატონი მანნაო ჩემი დანიშნულია და თან ძალიან კარგად ისრომ და ვეთყვიო ბატონი ვარენი ამბობს მოქმედი მინისტრია კულტურის ოხება დაუვიდა კულტურის მინისტრმა ფიქრობდა დაურეკოს რექტორს აი ესე ააწყოს სქემა ახლა ბატონი ვარენი ყובה ქალბატონი მანნა ძალიან პრინციპული პიროვნება იყო იცავდა მაღალ სტანდარტებს და წავიდა 1-2-3 კვირა ამბიდან და დილის 7-ის ნახევარზე ზარია ბატონ ვალერი ასათიანთან. კარის რასი ფიქრები გედროსო? დაწყდა თურმე ტელეფონს და კოსტა წერია. კოსტა რა ხდება ხო ამ შვიდობაო? ვალერი ერთი რამე გამაგებინე მარტო. მაინცა და მაინც კულტურის მინისტრს უნდა დაერეკა იმი ზორიანი რომ მიიღო. თავისი გვერდის დავდავარდეს. მევიდა წარმატება უსულო ყველა ქართულს და ყველა ქართული ნიჭიერია ამაში ძმალო ნაწილი, მაგრამ ცალკე ნიჭია ამ ნიჭის გამოვლენის ნიჭი. ასე რომ შესაძლებლობები მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ხასიათი ასე დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთი უმთავრესი. ეს არის შრომის კულტურა. აი ეს ყველაფერი როდესაც თავს მოიყრეს ერთად, მაშინ იბადება ისეთი ფენომენი, როგორც არის დოდონა ნამორაც. მე საოცრად მიხარია და მადლობა მინდა უთხრა ბატონ ავთოს, რომ დოდონას პროფესიულ სცენაზე გამოსვლა და აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ესე სწრაფი აღმასვლა მისი მუსიკალური კარიერის თვალსაზრისით არის დიდწილად სწორედ ბატონი ავთოს დამსახურება. იმიტომ რომ მიეცა გზა ფართო. მე უკითხავად დაიგროვს გზას, რომ მithumes მოსესები მრავალხმიან ნიჭიერებაზე და ხალხს არაორდინარულ ტალანტზე გვაქვს როგორც დონას აქვს. სწორედ ბატონმა ავთომ შემოხვედრა აი აქ და მეტიც აი იუმორინაში რაც თქვენ გაქვთ ნანახი რეპერტუარი 80% ბატონი ავთოს
მანქანაში მოვიფიქრეთ, აი აქ დაიხო და თქვენს თვალწინ შევასრულეთ პირველი და მე ეს უკვე იხილა მთელმა საქართველომ და არა მარტო საქართველომ უკვე სოციალური ქსელის საშუალებით ხო. მე მინდა დოდონას უსულო წარმატება პირველ რიგში ხვალიდელ კონცერტზე, იმიტომ რომ მე ვიცი რა მნიშვნელოვანია მისთვის საბერძნეთი და როგორ აფასებს თითოეული თქვენგანი, როგორ გულით უყვარხათ თითოეული თქვენგანი და არასოდეს რომ არ დაიწვა. საერთოდ მადლიერების უნარის მქონე ადამიანი არ არის ბევრი. და აი დოდონას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მუსიკალურ ნიჭიერებასთან ერთად აი ეს პიროვნული თვისებების გამოარჩენა. ესეც იგრძნობა მის ნამღერში და აი ამ შინაგანი მადლიერებით არის მისი თითოეული ჩამოსვლა და გამოსვლა საბერძნეთის სცენაზე თქვენ წინაშე პირველ რიგში და თანაც მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ ქართველები, არამედ არაერთი უცხოელი მოჭრილი გუშინ უბრალოდ აი საზოგადოების არაერთი წარმომადგენელი იქნება და წინასწარ მინდა რომ იგი წარმატება მოსულო მას და გარდა ამისა მინდა უსულო ძალიან დიდი წარმატება ფართო აი მასშტაბით, იმიტომ რომ მას ყველანაირი მონაცემები აქვს და ჩვენ სრული საფუძველი გვაქვს იმისა, რომ ველოდოთ რომ სოფლიო მასშტაბით აუცილებლად ვიამაყებთ მისი წარმატებით და ილოცავ კიდევ ერთხელ და უმეტესი რამბო ასეთი მასშტაბები. დიდი მადლობა ბატონგია. ჩვენ გვექნება საშუალება მერე ჩვენი ბავშვების კონცერტის შემდეგ. მადლობელი ვარ სიმღერას მოვისმინოთ, შევხვდით და ასე რომ გაიქცევით და ბავშვების იქნება როგორმე ასე რა შეეხება ხვალინდელ კონცერტზე მე მინდა რომ იცოდეთ რომ ყველა ბავშვი ჩვენი სტუდიები ცეკვის სტუდიას რომელსაც ასე რომ იუბილეა ოღონდ გვალთარების გავსწრდა და ვერ მოასწარი და ამაში ვერ ვართ მაგრები 26 წლის გახდა უკვე ცეკვის ანსამბლი ბავშვებს გვიეცა საშუალება დაესწრო მშობლებთან ერთად და ახლოს რო იყვნენ მშობლები რომ მოусმინოთ ასწავლიან ჩვენს სტუმრებს სადაც მონაწილეობას მიიღებს აფიშაზე აწერია და ეს აქ გადავგეგმეთ მიიღებს ლადონი გია ბაღაშვილი როგორც მომღერალიც და რა ვიცი როგორც შეფასებელი ასე დიდი ბედნიერების ხა ეხლა მოусმინოთ და ანგარიში მიიღოთ ჩვენ მასტუმრებმა ჩვენი ბავშვების სტუდიისაგან
ჩვენ ძალიან ძვირფას ვხდებს, რომ ერთი სიმღერა მაინც შევისრულოთ. ჩვენს განწყობილებაზე იქნება დამოკიდებული რამდენად დავაინტერესებთ მართლაც. ეს არის ავანსი ხვალინდელი კონცერტის. გადაცებისთვის ლექსად ფრენისთვის
მეგობრისათვის ნათელი დღისადმი განსაკუთრებულად და მიხარია რომ კიდევ ერთხელ ჩამოვედით მანთან. თქვენთან ერთად ყველანაირი ბუნიერი დღე გავატარო განსაკუთრებით ხვალინდელი და მიხარია რომ ხალხს გნა. ისე ვიმერო და გაისმევა. მაშინ მეც ეგრევე. ხვალინდელ სიმღერა შემოგთავაზებთ საიდუმლო.
ნოტაზე რო არ დავასრულოთ, საწინო ნოტაზე ცოტა გავხიარებდეთ და ისე
Kireyani.